მოგესალმებით ამ საზოგადოებას. Იწყებთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას. დღის წესრიგი დარიგებულია, გათვალისწინებულია 5 საკითხი. ამავდროულად ბიუროს სხდომის შემდეგ დაგვეწერა 2 კანონპროექტი, 2 საკანონმდებლო ინიციატივა უკაცრავად. ესენია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მეორე ადმინისტრაციულ სამართალდამხმარებლთა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ თამთა ცვლილებებთან ერთად. ამ 2 კანონპროექტის გათვალისწინებით, რომ დამატებული იქნეს დღის წესრიგში, გთხოვთ რომ კენჭი უყაროთ და დავამტკიცოთ. დიდი მადლობა. დავიწყოთ შესაბამისად განხილვები. პირველი საკითხით ეს არის საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, მესამე მოსმენით განვიხილოთ მოხსენებელი, მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბატონი ვახტანგ ბაჩიაშვილი. მოგესალმებით, მესამე მოსმენით წარმოგიდგენთ საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონის პროექტს. მესამე მოსმენის ფარგლებში კანონპროექტში შეტანილია სტილისტური, მესამე მოსმენისთვის დამახასიათებელი გრამატიკული შესწორებები მხოლოდ. მადლობა. კოლეგებო, შენიშვნები, მოსაზრებები ხომ არ არის რედაქციული ხასიათის? ასეთი არ გახლავთ. შემდეგ კანონპროექტის თქვენი გამოსადენია ბატონო ვახტანგ, ეს არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მესამე მოსმენით. დიახ, როგორც მოგეხსენებათ, ეს კანონპროექტიც ეხება სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობის წესის დარღვევის როგორც დისპოზიციის ახლებურად განსაზღვრას, ისე სანქციების გამკაცრებას. მასში შეტანილია მხოლოდ რედაქციული შესწორებები. შინაარსობრივი ცვლილებები არ გვაქვს. მადლობა. წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით ხომ არ არის შენიშვნები, მოსაზრებები, რედაქციული ხასიათის, ასეთი არა. მადლობა. მესამე საკითხი, 3-4 თქვენთან დავასრულეთ ბატონო ვახტანგ, მადლობა. გადავიდეთ შემდეგ საკითხებზე. მესამე საკითხი არის ბატონი აკაკი ალადაშვილის წარმოსადგენი, პარლამენტის წევრების ინიციატივა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. მესამე მოსმენით არის. მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, ძვირფასო კოლეგებო, დამსწრე საზოგადოებას მივესალმები და წარმოგიდგენთ მესამე მოსმენის წესით კანონპროექტს საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. მხოლოდ ერთი ტექნიკური ხასიათის ცვლილება იყო კანონპროექტში. მადლობა ბატონო. შენიშვნები ხომ არ არის რედაქციული ხასიათის? ასეთი არ გახლავთ. შემდეგი საკითხის თქვენი გამოსატანია, ეს არის პარლამენტის წევრების ინიციატივა ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მესამე მოსმენით. ესე იგი მესამე მოსმენით წარმოგიდგენთ კანონპროექტს ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. აქაც მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებები იყო, რომელიც ასახული არის დარიგებულ ტექსტში. შინაარსზე გავლენა არ ქონია. ხომ არ არის შენიშვნები რედაქციული ხასიათის? ასეთი არ გახლავთ. მადლობა. განხილვა დასრულებულია. მეხუთე საკითხი დღის წესრიგით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. თავდებ ცვლილებებთან ერთად მოხსენებელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ალექსანდრე დარახველიძე. გთხოვთ. მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, პატივისცემულო პარლამენტის წევრებო, დამსწრო საზოგადოებაო, წარმოგიდგენთ მუღრიკ პაკეტს, ეს არის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მთავარი მიზანს წარმოადგენს მიგრაციული პროცესების ეფექტური მართვა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება. გასულ წელს თქვენ ხარ დაუჭირეთ საკმაოდ მნიშვნელოვან პაკეტს საკანონმდებლო ცვლილებათა, რომელმაც ფაქტიურად მოაწესრიგა თავშესაფრის პროცედურის ბოროტასარგებლობის საკითხები და ის გაზრდილი მანდატი და გაძლიერებული ფუნქციური შესაძლებლობები, რაც მიგრაციის დეპარტამენტს მიეცა ამ საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, უკვე კონკრეტულ ციფრებშიც აისახა და გასულ წელს
უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი იყო გაძევებული პირთა რაოდენობის 1311 პირი იქნა გაძევებული ქვეყნიდან, როცა აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის აღემატებოდა გასული წლების საერთო ჯამურ რაოდენობას. მიმდინარე წელს თითქმის 1900 გადაცდა უკვე უკანონოდ ყოფილი უცხოელთა გაძევების მაჩვენებელი და წლის ბოლომდე მიგრაციის დეპარტამენტს მიღებული აქვს დავალება, რომ მინიმუმ 4000 უცხოელი არალეგალურად უნდა გააძევოს ქვეყნიდან. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა იმ საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, რაც თქვენის მხრიდან იქნა მხარდაჭერილი, თუმცა პრაქტიკაში გამოვლენდა გარკვეული მიმართულებები, რომელიც გარდა თავშესაფრის მიმართულებისა ასევე სხვადასხვა კუთხით საჭიროებს დახვეწას და კონკრეტული ციფრებით და კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით შემიძლია დავადასტურო ის ცვლილებების აუცილებლობა, რაც კონკრეტულ საკანონმდებლო პაკეტშია შესული. დაახლოებით ზუსტად არის 18 საკანონმდებლო აქტი, რომელშიც შედის ცვლილება და მოიცავს სხვადასხვა მიმართულებებს, ვინაიდან ეს საკითხი უფრო მულტისექტორული იყო და მოიცავს როგორც განათლების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, სასამართლო ხელისუფლების მიმართულებით, ასევე სხვადასხვა კუთხით საჭიროებდა ცვლილებებს. ჩვენ მულტისექტორულად ვიმუშავეთ ამ ცვლილებათა პაკეტზე, დაახლოებით წელიწადზე მეტი მოგვიწია ამ პაკეტზე მუშაობა და დღეს არის წარმოდგენილი ის ცვლილებები, რომელიც ფიქრობთ, რომ ყველა მიმართულება, სადაც კი შეიძლება არსებობდეს ხარვეზი საკანონმდებლო კუთხით, მაქსიმუმად აღმოფხვრის და ქვეყანას ექნება გამართული ეფექტური მიგრაციული პოლიტიკა, რომელიც ერთის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას, ტურიზმის სათანადოდ, ასე ვთქვათ, ტურისტული სფეროს და სექტორის სათანადოდ გაძლიერებას, მაგრამ მეორეს მხრივ ის საშუალებები, სადაც კი არსებობდა მექანიზმები ბოროტად გამოყენების და ქვეყანაში ხანგრძლივი ვადით დარჩენის, ამ შემთხვევაში სრულად იქნება აღმოფხვრილი და ქვეყანას ექნება გამართული მიგრაციული პოლიტიკა. პირველ რიგში ჩვენ გავანალიზეთ რამდენიმე მიმართულება და შევეხებით ბინადრობის საკითხებს. სტატისტიკას თუ ავიღებთ, საერთო ასე ვთქვათ სტატისტიკას ბინადრობების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გაცემული ბინადრობების შემთხვევაში ეს არის სასწავლო ბინადრობები და ეს არის მუდმივი ცხოვრების ნებართვა, საუბარია ისეთ შემთხვევებზე, როდესაც საქართველოს მოქალაქეზე ქორწინდება უცხოელი. აქ გარკვეული ასე ვთქვათ მიმართულებით საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს. პირველ რიგში დავიწყებ სასწავლო ბინადრობებით, პრაქტიკაში გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ხშირ შემთხვევაში სასწავლო ბინადრობა საერთოდ არ გამოიყენებოდა იმ მიზნებისთვის, რა მიზნებსაც გაიცა და საერთოდ არ სწავლობდნენ უცხოელი სტუდენტები იმ უმაღლეს სასწავლებელში, სადაც ჩაირიცხნენ, ასევე საკმაოდ სერიოზულ კითხვებს იწვევდა მათი მხრიდან უცხოენის ცოდნის დონე, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ უცხოელებისთვის ქვეყანაში სწავლება არის უცხო ენაზე. შესაბამისად, გაჩნდა საჭიროება, რომ გადახედილიყო მთლიანად საკანონმდებლო ბაზა და ჩვენ როგორც განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, ასევე შეხვედრები ქონდა ინტენსიურ რეჟიმში რექტორთა საბჭოსთან და რექტორებთან ერთად გავიარეთ ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად გადააზღვევს ამ რისკებს, თუმცა მეორეს მხრივ იყო მის დიდი ალბათობაც, რომ საკმაოდ მკაცრი რეგულაციებით ბიზნესი, რომელიც სერიოზულ შემოსავლებს იღებს ამ მიმართულებით, საფრთხეში დამდგარიყო. ამიტომ მაქსიმალურად დავაბალანსეთ ეს საკანონმდებლო ცვლილებები და ერთის მხრივ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე მორგებული და მეორეს მხრივ თავად ამ უნივერსიტეტების საჭიროებებზე მორგებული ცვლილებები წარმოადგენთ. პირველი რაც შემოდის და ცვლილება იქნება გათვალისწინებული, ეს არის ენობრივი ბარიერის შესწავლა და დადასტურება. დღეს ამას ახდენს თავად უნივერსიტეტი ონლაინ გასაუბრების გზით, რაც რა თქმა უნდა გარი აქტორების ჩართულობის გარეშე ხდება და რისკი დიდია, რომ ესე ვთქვათ, ან სხვა ადამიანმა გაიაროს საერთოდ გასაუბრება, ან კიდევ სათანადოდ არ იქნეს შემოწმებული კომპეტენცია. შესაბამისად, შემოდის საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც დაადგენს ვალდებულებას, რომ თუ კი უცხოელს სურს საქართველოს უნივერსიტეტებში ჩაირიცხოს, მან უნდა წარმოადგინოს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული კონკრეტული ენის ცოდნის სერტიფიკატი და მხოლოდ ამ ასე ვთქვათ დოკუმენტით იქნება შესაძლებელი ჩარიცხვა. გარდა ამისა, დამატებით გაჩნდა საშუალება, რომ გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიეცეს უფლებამოსილება კონკრეტულ შემთხვევაში ორგანიზება გაუწიოს უცხოენის გამოცდას და მათი მხრიდან დადასტურდეს შესაბამისი ენის ცოდნა. ეს რეგულაცია ბუნებრივია
გაიწერება დეტალები მთავრობის დადგენილებით და თავად უნივერსიტეტების თხოვნა იყო, რომ გარკვეული საშეხავათო პერიოდი არსებობდეს, ვინაიდან მათ მოუწიოთ გადასვლა ამ ასე ვთქვათ ახალ რეჟიმზე და უკვე მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება კონკრეტული ამოქმედების ვადები. გარდა ამისა, იყო შემთხვევები, როდესაც სტუდენტი ხანგრძლივად ჩარიცხულია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუმცა ხშირ შემთხვევაში ან თავს არიდებს სწავლას, ან შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი და ინარჩუნებს სასწავლო ბინადრობას. ხოლო სასწავლო ბინადრობის გაუქმების საფუძველი კი სტუდენტის სტატუსის შეწყვეტაა მხოლოდ. წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად გაიწერა ვალდებულება, რომ თუ კი უცხოელი სტუდენტი სწავლობს საქართველოში, ერთი სასწავლო წლის მანძილზე საუბარია 2 სემესტრზე, მინიმუმ უნდა დააგროვოს მესამედი იმ საერთო კრედიტების რაოდენობის, რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, ანუ თუ კი მაქსიმალური კრედიტების რაოდენობა დაახლოებით 60 კრედიტია 2 სასწავლო სემესტრის მანძილზე, მესამედზე მეტი, ანუ 20 კრედიტზე მეტი მაინც უნდა დააგროვოს იმისათვის, რომ მან შეინარჩუნოს სასწავლო ბინადრობა. თუ კი ამ სხვას ჩამოცდება, ბუნებრივია ეს უკვე იქნება საფუძველი იმისა, რომ მომართვა წარმოვიდეს იუსტიციის სამინისტროში და მოხდეს სასწავლო ბინადრობის გაუქმება. გარდა ამისა, ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ხელოვნურად ხდებოდა სტუდენტის სტატუსის შეჩერება იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, გაეხანგრძლივებინათ ქვეყანაში ხანგრძლივად ყოფნის უფლება და ამ შემთხვევაში რეაგირების მექანიზმი საკანონმდებლობის დონეზე გაწერილი არ იყო. შემოთავაზებული ცვლილების თანახმად 90 დღეზე მეტი ვადით თუ შეიჩერებს სტუდენტი სტატუსს, ამ შემთხვევაში ესეც იქნება საფუძველი იმისა, რომ უცხოელ სტუდენტზე მაქვს საუბარი, საფუძველი იმისა, რომ მოხდეს მისი ბინადრობის გაუქმება, ხოლო ბინადრობის გაუქმება უკვე სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი გახდება. ასევე შემოთავაზებული ცვლილების თანახმად 183 დღეზე მეტ ხანს თუ კი დატოვებს ქვეყანას და ეს არ არის საპატიო მიზეზით საუბარია გაცვლით პროგრამაზე ან სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაშიც ესეც იქნება სტუდენტის ბინადრობის დაკარგვის საფუძველი. თავარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც შემოდის და კონტროლის მექანიზმი ამ ნაწილში არის ის, რომ განათლების სამინისტროს ბაზაზე უნდა შეიქმნას ერთიანი საინფორმაციო სისტემა, სადაც თითოეული უცხოელი სტუდენტის ჩარიცხვის, სწავლის საკითხები, სტუდენტის სტატუსის შეჩერების საკითხები აისახება და ამაზე რა თქმა უნდა შესაბამის რელევანტურ უწყებებს ექნება ცდომა იმისათვის, რომ გაკონტროლდეს ეს პროცესი და იმ შემთხვევაში თუ კი რომელიმე უნივერსიტეტი არ ასრულებს ამ პასუხისმგებლობას, ბუნებრივია მას შესაბამისი სანქციები დაეკისრება და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გათვალისწინებულია კონკრეტული შემთხვევები, თუ კი თქვათ არ ასრულებს კონკრეტულ დავალდებულებებს უნივერსიტეტი პირველ ჯერზე არის გაფრთხილება ან ჯარიმა და რა თქმა უნდა ამას განიხილავს უკვე სასამართლოს მოხდება განხილვები და ბუნებრივია საბოლოო ჯამში ეს ჯარიმები ქმედების განმეორებასთან ერთად გაიზრდება. ასევე იყო ესეთი მექანიზმი კოტების ხელოვნურად დარღვევის, ასე ვთქვათ, კერძოდ იმისათვის, რომ ახალი სტუდენტების მოზიდვის შემდგომ ძველი სტუდენტი, ანუ საბოლოო ჯამში მოგეხსენებათ, რომ ყველა უნივერსიტეტს აქვს მაქსიმალური კვოტა, რამდენი სტუდენტი შეუძლია ასწავლოს და როდესაც კვოტები შევსებულია და ახალი ნაკადი, ასე ვთქვათ, აქვს სურვილი, რომ ჩაირიცხოს უნივერსიტეტში, ხელოვნურად ხდებოდა რაღაც რაოდენობისთვის სტატუსის შეჩერება სტუდენტებისთვის, მათ ადგილზე ახალი სტუდენტების ჩარიცხვა და შემდგომ ეს სტუდენტები ისევ ითხოვდნენ დაბრუნებას და საბოლოო ჯამში ხელოვნურად ხდებოდა ამ კვოტების, ასე ვთქვათ, გადაჭარბება. ამის საპრევენციოდ შემოთავაზებულია ვერსია, რომელიც თუ კი სტუდენტი შეიჩერებს სტუდენტის სტატუსს, ბუნებრივია 90 დღეზე მეტი შემთხვევაში კარგავს ბინადრობის უფლებას, მაგრამ თუ კი აღდგენას მოინდომებს უცხოელი სტუდენტი სტატუსის შეჩერების შემდგომ დაბრუნებას და აღდგენას სტატუსისას, ამ შემთხვევაში იმ ლიმიტის ფარგლებში უნდა მოხდეს აღდგენა, რა ლიმიტიც აქვს განსაზღვრული უნივერსიტეტს. თუ ლიმიტი შევსებულია, მას მოუწევს, რომ დაელოდოს სანამდე თავისუფალი ადგილები გამოთავისუფლდება. ეს მექანიზმები ვფიქრობთ, რომ სასწავლო ბინადრობების ბოროტად სარგებლობის საკითხებს მნიშვნელოვნად დააზღვევს და მეორეს რომ უნივერსიტეტებსაც ექნებათ საშუალება, რომ სამართლიანი თამაშის წესებით მოიძიონ სტუდენტები და სწორედ იმ მიზნებისთვის, რაც რა მიზანიც გააჩნია ქვეყანას და ის რომ თქვათ მეტი სტუდენტი ყავდეს მოზიდული და
ამ სტუდენტებმა მართლაც მიიღონ განათლება ქვეყანაში, სწორედ ამისთვის არის ეს ცვლილებები შემოთავაზებული. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ დღეის მდგომარეობით 35633 სასწავლო ბინადრობა არის გაცემული ქვეყანაში. ეს არის ნომერ პირველ ადგილზე არის ბინადრობების რაოდენობით სასწავლო ბინადრობა გაცემის მაჩვენებლით. შესაბამისად, აქ გარკვეული ჩარევა ვფიქრობთ, რომ აუცილებელია, თუმცა ამის მიღმა კიდე ძალიან ბევრი მომლოდინე უცხოელი სტუდენტია, რომელსაც სურს სტატუსი მიიღოს და ჩვენი მთავარი მიზანი ის არის, რომ სასწავლო ბინადრობები არ გამოიყენებოდეს ბოროტად და იმ მიზნებისთვის, რა მიზნების კანონში ჩადებული არ არის. მეორე საკითხი, ასევე მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხება საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების შემდგომ გაიცემა მუდმივი ბინადრობის ნებართვა და მეორე ადგილზე, რაოდენობრივად მეორე ადგილზე სასწავლო ბინადრობის შემდეგ არის სწორედ ეს ბინადრობები. კერძოდ, ქორწინება საკმარისია იმისათვის, რომ მუდმივად, სანამდე ქორწინება ძალაში არის, უცხოელს ჰქონდეს ქვეყანაში ცხოვრების უფლება და ის გათავისუფლებული არის დასაქმების შემთხვევაში სპეციალური ნებართვის აღებისგან და ფაქტიურად სარგებლობს იმავე უფლებებით, რაც საქართველოს მოქალაქეს აქვს, ბუნებრივია, გარდა საარჩევნო უფლებისა. აქ ძალიან დიდია რისკი დამეთანხმებით იმისა, რომ ფიქციური ქორწინებების ხარჯზე მიღებული იქნეს ესეთი ნებართვები და სტატისტიკაც გარკვეულ შემთხვევაში გვაძლევს მინიშნებას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის, რომ ბოლო პერიოდში მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ გააქტიურა მონიტორინგი ამ მიმართულებით და ზოგადად არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, გასამაგდა ასეთი მომართვების რაოდენობა. შესაბამისად, აქ სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ ეფექტური ნაბიჯები, ასე ვთქვათ, გადადგას და აქედან გამომდინარე, სწორედ წარმოქმნილი ცვლილებების თანახმად კომპლექსურად მიუდექით ამ საკითხსაც. პირველ რიგში სისხლის სამართლის კოდექსში შედის ახალი მუხლი 344 ტერციან მუხლი, რომელიც ადგენს დასჯადობას ისეთი ქორწინების ან ქორწინებაში ყოფნის, რომლის მიზანსაც არ წარმოადგენდა ოჯახის შექმნა და მიზანი იყო უცხოელის მხრიდან ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვება. ზოგადად ფიქციური ქორწინება მოგეხსენებათ, რომ სამოქალაქო დავისაგანს წარმოადგენს და თუ კი ვთქვათ ამ შემთხვევაში დადგა საკითხი ფიქციური ქორწინების, ეს შეიძლება სამოქალაქო კუთხით იქნეს, სამოქალაქო სამართლის კუთხით იქნეს განხილული, მაგრამ როგორც კი საკითხი დადგება, რომ საქართველოს მოქალაქესთან ქორწინდება უცხო ქვეყნის მოქალაქე იმ მიზნით, რომ არა ოჯახის შექმნას, არამედ მან ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლება მოიპოვოს, ეს იქნება სისხლის სამართლის წესში დაჯადი ქმედება. მექანიზმი ამ შემთხვევაში შემდეგი სახის არის, როგორც კი უცხოელი მომართავს სახელმწიფოს და მოითხოვს სწორედ ამ საფუძვლით ბინადრობის ნებართვის გაცემას, საკანონმდებლო დონეზე გაწერილია მექანიზმი, რომ უნდა მოხდეს კომისიის წინაშე, სპეციალურად შექმნილი კომისიის წინაშე გასაუბრება და რაღაცა ცოტა ქილიკის საგანი გახდა, თუმცა დამეთანხმებით, რომ ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა და ბუნებრივია, ყველა ქორწინება ხა ვერ იქნება საგამოძიებო უწყებაში გადაგზავნილი, როგორც კი დადასტურდება მიზანი, რომ ამ ქორწინების მიზანი შესაძლოა იყო ბინადრობის მოპოვება, ამის შემდგომ და კომისიას გაუჩნდება ეჭვი, რომ აქ ადგილი აქვს ფიქციურ ქორწინებას, ეს საქმე გადაიგზავნება შემდგომი გამოძიების მიზნით ტერიტორიული განჯადობის მიხედვით შესაბამის საგამოძიებო უწყებაში, ერთი ასლი გაეგზავნება გენერალურ პროკურატურას, იმისათვის რომ ზედამხედველობა გაწიოს ამ პროცესზე. თუ კი დადასტურდა, რომ ქორწინება იყო ფიქციური, ბუნებრივია დადგება შესაბამისი განაჩენი და პასუხისმგებლობა დაეკისრება კონკრეტულ პირებს, მაგრამ მეორე მხრივ ანულირება მოხდება იმ ბათილობა მოხდება იმ ქორწინების, რომელიც დარეგისტრირდა და ამ შემთხვევაში გაცემის საფუძველი აღარ იარსებებს ბინადრობის. იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა, რომ ქორწინება ნამდვილია, აქაც გარკვეული მექანიზმი არის შემოთავაზებული, კერძოდ პირველივე ჯერზე არ გაიცემა მუდმივი ბინადრობის ნებართვა, შემოდის სპეციალური ნებართვის სახე, ეს არის საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა პირველ ჯერზე 1 წლის ვადით და შემდგომ ჯერზე 2 წლის ვადით, ანუ ჯამში 5 წლის განმავლობაში მოხდება დაკვირვება ამ პროცესზე, რომ ნამდვილად, ასე ვთქვათ, ქორწინება არის ნამდვილი და ეს არ არის ფიქციური, ხოლო 5 წლის თავზე თუ კი ქორწინება ისე ძალაშია, ამის შემდგომ შესაძლებელია გაიცეს მუდმივი ბინადრობის ნებართვა. ასე რომ ვფიქრობთ, აქ საკმაოდ, ესე ვთქვათ, სერიოზული მექანიზმებია ჩადებული. გარდა ამისა, კანონს გაუკეთდა შენიშვნა, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის ნორმას გაუკეთდა შენიშვნა, რომ თუ კი, როგორც მაგალითად
კონკრეტულ ნარკოტიკული ტიპის დანაშაულებზეა, იარაღთან დაკავშირებულ დანაშაულებზეა, თუ კი ერთ-ერთი მხარე გამოცხადდება აღიარებით და მოინანიებს და ასე ვთქვათ, ხელშეუწყობს გამოძიებას, რომ საქმე დროულად იქნეს საქმის ასე ვთქვათ, განხილვა შეუწყობს ხელს, ამ შემთხვევაში იგი გათავისუფლდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. ესეც ვფიქრობთ, რომ ძალიან წამახალისებელი მექანიზმი იქნება იმისათვის, რომ თუ კი ასეთ ვთქვათ, რაიმე შეცდომაში შეყვანას ჰქონდა ადგილი, დროულად აიღონ ხელი დანაშაულის ჩადენაზე და პასუხისმგებლობა არ დაეკისროთ. გარდა ამისა, გარკვეულ საშეღავათო პერიოდსაც ვთავაზობთ, მოგეხსენებათ ნორმა არის, რომ ქორწინება ან ისეთ ქორწინებაში ყოფნა, რომლის მიზანიც იყო ქვეყანაში ბინადრობის ნებართვის მოპოვება, ამ შემთხვევაში სამთვიანი გარდამავალი პერიოდი წესდება, თუ კი ასეთ განაცხადებით მოგმართავენ, ამ შემთხვევაში ისინი გათავისუფლებიან პასუხისმგებლობიდან. ასე რომ ეს მექანიზმი ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად დააზღვევს და ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის გამოწვევა, ძალიან ბევრ ჩვენთაგან მსმენია უცხოეთის არაერთ ქვეყანაში გამოიყენება სხვადასხვა გზები, მექანიზმები, მათ შორის არაერთი კორუფციული, ესე ვთქვათ, სქემები არსებობს იმისათვის, რომ მოიპოვონ ქორწინების საფუძველზე ნებართვა. შესაბამისად, აქ ვფიქრობთ, რომ ეს მექანიზმი სერიოზულად დააზღვევს არსებულ რისკებს და გამოწვევებს. შემდეგი საკითხი, რაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება, ეს არის უცხოელ ჯავრდებულებთან მიმართებაში დარჩენილი სასჯელის შეცვლა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით, ამაზეც რაღაც სერიოზული მოყვა დისკუსია კონკრეტულ მექანიზმს, მინდა რომ კარგად ავხსნათ. დღეს მოქმედებს დროებით ვადაზე გათავისუფლების მექანიზმი იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურ სამსახურში, ადგილობრივი საბჭო, რომელიც იღებს ამ გადაწყვეტილებას, მას აქვს 3 მიმართულებით გადაწყვეტილების მიღების უფლება, ერთი რომ ვადაზე ადრე გაათავისუფლოს საპატიმრო სასჯელის მოხდისგან პატიმარი მჯავრდებული ამ შემთხვევაში თუ მისი ქცევა, პიროვნული თვისებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი, გამოვლენილი მოქმედება და წარსულში მისი საქმიანობა ხელს იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლებელია ამ ადამიანს შეეხოს შეღავათი, შესაძლებელია ეს პირი გათავისუფლდეს ვადაზე ადრე, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მჯავრდებული, ასევე არსებობს უფრო მსუბუქი სახით სასჯელით შეცვლა. და ეს არის შინაპატიმრობა და არის საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა. სწორედ აი ამ ნაწილში შემოდის უცხოელთან მიმართებაში სპეციალური რეგულაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ კი უცხოელმა მჟავრდებულმა, რომლის მიმართაც დამდგარია განაჩენი და მის ჯილი აქვს საპატიმრო სასჯელი, მოიხადა ნაკლებად დანაშაულისათვის 1/3, მძიმე დანაშაულისათვის 9/2 და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის 2/3, ამ შემთხვევაში ადგილობრივ საბჭოს აქვს უფლებამოსილება განიხილოს ამ მჟავრდებულის უცხოელ მჟავრდებულს გულისხმობს დარჩენილი საპატიმრო სასჯელის შეცვლის საკითხი უფრო მსუბუქი სასჯელით, როგორც შეიძლება იყოს გაძევება, ქვეყნიდან გაძევება და მისი შემოსვლის აკრძალვა. მაგალითად, რო წარმოვიდგინოთ, მაგალითად ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებელმა პირმა დანიშნული სასჯელის 1/3 მოიხადა, ამის შემდგომ უკვე კომისიას ადგილობრივ საბჭოს აქვს უფლებამოსილება განიხილოს ეს საკითხი და თუ კი მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, იმ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, რაც კანონში არის გათვალისწინებული, ამ შემთხვევაში შეუძლია შეუცვალოს დარჩენილი სასჯელი ქვეყნიდან გაძევებით და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვით. და მოხდება ამ გადაწყვეტილებას აღასრულებს მიგრაციის დეპარტამენტი და პირის მიმართ მოხდება შესაბამისი სასჯელის გამოყენება. ეს ვფიქრობ, რომ ხელშეუწყობს ერთის მხრივ ალტერნატიული სასჯელების გამოყენების პრაქტიკის გაძლიერებას, ადგილობრივ საბჭოებს დამატებითი უფლებამოსილებები მიენიჭებათ და მეორეს მხრივ ციხის პოპულაციისთვის საკმაოდ სერიოზული საშუალება იქნება, რომ მოხდეს განტვირთვა უცხოელი მჟავრდებულებისაგან. ასევე ცვლილება შეეხება მიგრაციის დეპარტამენტისთვის უფლებამოსილების გაფართოებას და მოგეხსენებათ, რომ უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ მიმართულებაა და საჭიროება დადგა იმისი, რომ ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის უფლება მიენიჭოს მიგრაციის დეპარტამენტს და საფუძველი იქნება უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა. გარდა ამისა, ჩვენ სასამართლოებთან აქტიურ კომუნიკაციაში გავიარეთ ის პრაქტიკული საკითხები, რაც ხშირ შემთხვევაში აფერხებს პროცესს და გამოიყენება ბოროტად უცხოელების მხრიდან იმისათვის, რომ ხანგრძლივი ვადი გამოიყენონ სასამართლო გასაჩივრების მექანიზმები და ხანგრძლივი ვადით დარჩენ ქვეყანაში. შესაბამისად, აქაც ყველა ის ხარვეზი და ჭყალებში ხვრელი შეიძლება დავარქვათ,
რაც ხანგრძლივადით იწვევდა სასამართლოს გადატვირთვას პირველ რიგში სამართლებრივი მექანიზმებით ბოროტად სარგებლობას გასწორებული იქნა და ამ შემთხვევაში შემოდის კონკრეტულ შემთხვევაში შემცირებული გასაჩივრების ვადები, შემთხვევაში შესაძლებელი იქნება სასამართლოს რომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს საკითხები, აღარ განიხილება სამივე ინსტანციით და სამსამი მოსამართლის მონაწილეობით აპელაციაში და კასაციაში ზეპირის თქმით კონკრეტული ესე ვთქვათ მარტივი საკითხები, რომელიც შეიძლება ორი ინსტანციის ფარგლებშიც იქნეს განხილული, ასე რომ აქაც მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის. ასევე შემოდის უცხოელთა ერთიანი რეესტრის ცნება, რომელიც ვფიქრობთ, რომ სერიოზულ საფუძველს წარმოადგენს იმისა, რომ დეტალურად აღირიცხოს და მოხდეს ყველა იმ ესე ვთქვათ უცხოელის შემოსვლის მათი ქვეყანაში რეგისტრაციის სერვისებით სარგებლობის ასე ვთქვათ ზედამხედველობა და აღრიცხვა, როგორც საქართველოს მოქალაქეების არსებობს რეესტრი, ისევე ვფიქრობთ, რომ უნდა შეიქმნას იუსტიციის სამინისტროს ბაზაზე, სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაზე უცხოელთა ერთიანი რეესტრი, რაც მოგცევს იმის საშუალებას, რომ თითოეული უცხოელის ქვეყანაში შემოსვლა, მათი მხრიდან სერვისების სარგებლობა, ქვეყნის დატოვება, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტიანი გახდეს და ეს საფუძველიც ჩნდება კანონმდებლობაში. პრინციპების დონეზე ეს საკითხები იყო, თუ რაიმე ესე ვთქვათ დამატებით ასაზუსტებელი იქნება დიდი სიამოვნებით დავაზუსტებთ. მოთხოვნილია, რომ კანონი განხილული იქნეს დაჩქარებული წესით, იმისათვის, რომ ჩვენ უკვე ნაწილი ნორმები 1 ივლისიდან, ნაწილი ნორმები 1 სექტემბრიდან შევიყვანოთ ძალაში. მასშტაბური ცვლილებათა პაკეტია 18 კანონში ცვლილებას ითვალისწინებს და ფაქტიურად ვფიქრობთ, რომ ეს არის ერთ-ერთი სერიოზული მიმართულება, რომელიც ქვეყანას დააზღვევს უკანონო მიგრაციისგან, ქვეყანას დააზღვევს იმ საფრთხეებისგან, რასაც დღეს ებრძვის ევროპის არაერთი ქვეყანა და უკვე შემთხვევაში მათ იმ მხრიდან ის ნაბიჯები, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, სამწუხაროდ დაგვიანებულია. ამიტომ ჩვენ ესე ვთქვათ პულსზე გვიჭირავს ხელი და ყოველდღიურ რეჟიმში ვაკონტროლებთ იმ მიმართულებებს, სადაც არის გამოწვევები და დასაბუთებულ, არგუმენტირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს წარმოგიდგენთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაცული იყოს ამ რთული გამოწვევისგან. აქ არის ორი ამოცანა, ერთი რომ ქვეყანა დავიცვათ უკანონო მიგრაციისგან, მაგრამ მეორეს მხრივ ამ ცვლილებებით ხელი არ შეეშალოს ბიზნესის განვითარებას, ქვეყნის ეკონომიკურ წისვლას, ამიტომ საკმაოდ ასე ვთქვათ ოქროშუალედის პოვნა გვიწევს ხოლმე თითოეული ცვლილების მომზადების პროცესში. მაქსიმალურად გავლილია საკითხი ყველა იმ რელევანტურ უწყებასთან და დაინტერესებულ მხარესთან, ვისაც შეიძლება კონკრეტული კითხვები ჰქონდეს ამ ცვლილებასთან მიმართებაში და სამინისტრო მზად არის სხვა უწყებებთან ერთად, განათლების სამინისტროსთან ერთად, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ეფექტურად ვიმუშაოთ ამ ნორმების აღსრულებაზე. დიდი მადლობა. მადლობა ბატონო ალექსანდრე. დიახ, კითხვები შემთხვევით მანიშნეთ ბატონი ალექსანდრე, შემდეგ ბატონი გიგო. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონო სანდრო. მე აბსოლუტურად მესმის ამ კანონის მიზანი სახელმწიფოს რა თქმა უნდა მიდგომაც ეს არის, ასევე ის ახალი დეპარტამენტი, რომელიც არის მიგრაციის დეპარტამენტი, ძალიან ეფექტურად მუშაობს. ეს თვალშისაცემია და ხელშესახებია, რომ სულ რამოდენიმე თვის განმავლობაში ძალიან დიდი შედეგები დადოს. რა თქმა უნდა, მიზანი ის არის, რომ აქ არ მოხდეს არალეგალური მიგრაცია. პირველ საკითხთან დაკავშირებით მაქვს ესეთი კითხვა, სადაც თქვენ საუბრობდით სტუდენტების მიღებაზე, რომლებმაც უნდა შეასრულონ ვალდებულებები მთავრობის დადგენილების მიხედვით და ასევე ხარისხის განათლების ხარისხის ცენტრში უნდა გაიაროს კიდე გამოცდა. ჩვენ აქ ხო რაღაცა ბიუროკრატიული მექანიზმს ძალიან ხო არ ვართულებთ და თუ ეხლა უცხოენის ცოდნა სავალდებულოა და რა თქმა უნდა სავალდებულოა, იგივე მომწვევმა რო გააკეთოს ეს და რამე პლატფორმა შეიქმნა, სადაც კონტროლის მექანიზმი იქნება იგივე განათლების სამინისტროდან და არა რაღაცა ბარიერების გადალახვა რო უწევდეთ ბიუროკრატიული, ეს ხო არ იქნება უფრო მოქნილი, რომ რამე ესეთი შევთავაზოთ, სადაც ცალსახადლე ერთმნიშვნელოვნად მიზანი იქნება მიღწეული. იმიტომ რომ ბევრი რაღაცა მოუწევთ და ამან არ შეამციროთ. თქვენ თქვით რომ 35,000 სტუდენტია ხო დღეს რაც აღირიცხება და ბინადრობა არის გაცემული 35,000-ზე გაცემული. სრული პროექტი. ამიტომ უფრო მოქნილი რომ გავხადოთ ეს სისტემა და არა დავუშვათ რაღაცა ბიუროკრატიული გართულება. ეგ პირველ საკითხთან დაკავშირებით. მეორე საკითხი, რაც ეხება პენიტენციურს, ჩვენ აქ
უცხოელებზე ვიძახით, რომ ნაკლებად ძიმე დანაშაულზე შესაბამისი ვადის გასვლის შედეგი გვექნება იმის საშუალება, რომ უცხოელების მიმართ მოხდეს შემოსვლის აკრძალვა გაძევება. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რომ მან განცხადება უნდა დაწეროს, რომ ვადაზე ადრე იმსჯელოს კომისიამ, ადგილობრივი საბჭოების კომისიამ, თუ ავტომატურად შეუძლია პენიტენციურ სამსახურს, როდესაც აღნიშნული ვადა გავა, ამ შემთხვევაში დააყენოს ეს საკითხი. თუ არ წერს განცხადებას, რა ვშვებით ამ შემთხვევაში და თუ არ უნდა მას გაწევება და მოიხადოს სასჯელი ბოლომდე. მადლობა. უპასუხო ბატონო. ბატონო გიგა და შენ ბატონო ლადო. მოგესალმებით. ჯერ თქვენ ახლა. კი ბატონო. ძალიან არა. მოგესალმებით. პირველ რიგში თქვენ თავიდან ორი კომპონენტი გამოყავით, ეს არის სასწავლო ბინადრობები და მეორე არის ქორწინების საფუძველზე მისაღები, ასე ვთქვათ, მიღებული ბინადრობები. საინტერესო ალბათ თუ გაქვთ სტატისტიკური მაჩვენებლები, რომელი ქვეყნები ლიდერობენ ამ მიმართულებით, როგორც სასწავლო მიმართულებით, ასევე ქორწინების საფუძველზე მისაღებ ნაწილში და ასევე სასწავლო ბინადრობებთან დაკავშირებით საინტერესო იქნებოდა ეს სტუდენტების მეტი წილი კერძო სექტორზე, ანუ კერძო უნივერსიტეტებზე მოდის თუ საჯარო უნივერსიტეტებზე. და ასევე თქვენი საუბრეთ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, ქორწინების საფუძველზე მიღებულ ბინადრობის ნაწილში და რამდენად პროპორციულად მიგაჩნიათ ამ შემთხვევაში, როდესაც დღეს ვღებულობთ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობა იყოს გათვალისწინებული. მადლობა ბატონო თავმჯდომარე, ბატონო სანდრო, მადლობა კანონპროექტების წარდგენისთვის. ერთი დამაზუსტებელი კითხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან მიღებულ მომავალგადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, ამას ძალიან ბევრი პოლიტიკური ინსინუაციები მოყვა, მეც მომისმენია და ალბათ თქვენს პირდაპირ მინდა გკითხოთ იმ მუხლიდან, იმ მსჯავრიდან, იმ ჩადენილი დანაშაულის ხარისხისგან, რაც უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს აქვს ჩადენილი საქართველოში. მაშინ როცა ის პრეზიდენტი იყო, მერეც როცა უკანონოდ გადმოკვეთა ჩვენი ქვეყნის საზღვარი, კონკრეტულად ამ ადამიანზე გავრცელდება თუ არა აღნიშნული კანონპროექტი. მადლობა. დიახ. თქვენ აღნიშნეთ, რომ ამ ენის ცოდნასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს ჩვენთან უცხოელების სწავლა, რაღაცა გარდამავალი პერიოდი იქნა დათქმული და ამის შემდეგ შევა სრულად ძალაში, რომ მთავრობის მიერ განსაზღვრული სერტიფიკატი ქონდეთ მათ, ან რაღაცა სხვა მექანიზმი, რომელზედაც თქვენ საუბრობდით. რა არის ეს რამხელა, ეს სახელმწიფო პერიოდი, იმიტომ რომ ერთი შეხედვით ლოგიკას მოკლებულია, თუ ადამიანმა ენა არ იცის, რა გარდამავალ პერიოდზეა ლაპარაკი. ესე იგი, იმთავითვე კითხვის ქვეშ დგება ის, რომ საერთოდ ეს კაცი აქ სასწავლებლად არ არის ჩამოსული, ხო? იმიტომ რომ თუ იმის პრობლემა გვაქვს, რომ ის იმენას ვერ ფლობს, რა ენაზეც უნდა ისწავლოს, მაშინ რა გარდამავალ პერიოდზე ვლაპარაკობთ. ну, კარგით, ვთქვათ, არის ეს და რამდენი ხნით მოითხოვეს ეს გადავადება. იმიტომ რომ ჩემი აზრით ეს შეღავათი რაღაც ლოგიკას მოკლებულია. რა ვიცი, თუ ამ სხვა ახსნა აქვს, გვეტყვით ალბათ. და მეორე, თქვენ თქვით, რომ შეიქმნება ეს რეესტრი და ეს აბსოლუტურად სწორია, რომ უნდა შეიქმნას და ხო და იქ იქნება სერვისების მიღების დინამიკაც, ხო? რა სერვისებზეა ლაპარაკი? რომ ჩვენთვისაც ნათელი იყოს, რომ აი რა იქნება შეტანილი ამ რეესტრში? აი ეს ორი კითხვა მქონდა. მადლობთ. ისე მივესალმებით, რა თქმა უნდა, ეს არის სწორი დამოკიდებულება, ესე იგი მხოლოდ ამ ჩატარებული ოპერაციების დონეზე კი არ ფიქრობ შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომ არეგულიროს ეს საკითხი, ასეთი ფართომასშტაბიანი ცვლილებებიც რომ მოამზადა, ესე იგი ის კონცეპტუალურადაც ფიქრობს ამ თემაზე და ამას არ შეიძლება არ მიესალმო. მადლობთ. სხვა შეკითხვები თუ არ არის, მაშინ გთხოვთ ბატონ ალექსანდრო. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო კითხვებისთვის და კარგია რომ გვაქვს საშუალება რომ
დეტალურად ავხსნათ, იმიტომ რომ ეცადე რომ პრინციპების დონემდე ზოგად საკითხებზე გვესაუბრო, თუმცა სიღრმეებში დიდი სიამოვნებით ძათვართ რომ შევიდეთ. ეხლა ბატონი ალექსანდრეს შეკითხვა იყო ამ შემთხვევაში პლატფორმასთან დაკავშირებით და თქვათ როგორ რამე დამატებითი ბიუროკრატია არ შემოვიღოთ ამ პროცესში. ანუ დღეს მოქმედი თავარი ის არის რომ ჩარიცხვის წინაპირობა უცხოელის საქართველოს უნივერსიტეტებში ჩარიცხვის წინაპირობა არის ენის კომპონენტის ადასტურება. დღეს ეს ხდება თავად უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გასაუბრების საფუძველზე, რაც სამწუხაროდ კრიტიკას ვერ უძლებს და არის ფაქტებით დასტურდება ის, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ანუ ნახეთ სიტუაცია როგორია, თავად უნივერსიტეტი დაინტერესებულია რომ მოიზიდოს ეს სტუდენტი და ჩარიცხოს პროგრამაზე. ვინაიდან აქედან გამომდინარე მას პირდაპირ ინტერესი აქვს რომ მეტი სტუდენტი ყავდეს, მეტი ანაზღაურება ქონდეს. აქ დამატებით კომპონენტის თან იდენტიფიკაციის პრობლემაც სერიოზულად დგას. შეიძლება ძალიან კარგად გაიაროს გასაუბრება და შემდგომში სულ სხვა სტუდენტი ჩამოვიდეს, დიესტანციურად ხდება, კი. შეიძლება სულ სხვა სტუდენტი ჩამოვიდეს მის ნაცვლად. ესეთი შემთხვევებიც არსებობს. ამიტომ ჩვენ თავაზობთ ესეთ მექანიზმს, რომ რაც სხვა ქვეყნებსაც აქვს, ან საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი წარმოადგინოს, რომელსაც ვაენდობით და სახელმწიფო ამბობს, რომ აღიარებს ამ დოკუმენტს, ან გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდა ჩააბაროს. ხა ამ ნაწილზე მიდის მსჯელობა, რომ თქო, დისტანციურად ჩაატარებს ეროვნული ცენტრი, აქ ჩაატარებს ადგილზე, ეს ყველაფერი უკვე დადელეგირდა მთავრობის დადგენილებაზე და მთავრობის დადგენილებამ უნდა განსაზღვროს ეს პროცესი. და აქ ვუპასუხებ ბატონი თენგიზის შეკითხვასაც გარდამავალ პერიოდზე. აი აქ ქონდათ ყველაზე დიდი წუხილი თავად უნივერსიტეტებს, ვინაიდან ჩვენ დაჩქარებული განვიხილავთ ამ კანონ პროექტს და შემოდის ახალი კომპონენტი, მათი თხოვნა იყო რომ რაღაც პერიოდი მიეცეთ მათ ადაპტირებისთვის, რომ მთლიანად არ დაკარგონ ის სტუდენტური ნაკადები, რაც საზღვარგარეთიდან შემოდის. იქიდან გამომდინარე, რომ სხვა ბევრი ქვეყანა ცდილობს, რომ ეს ნაკადები, ასე ვთქვათ, თავის მიმართულებით წაიყვანოს, მაგალითად ჩვენი მათ ითხოვეს ერთწლიანი პერიოდი, ერთი სასწავლო წელის პერიოდი. ხო, ერთწლიანი პერიოდი ითხოვეს. უბრალოდ ეს უკვე მთავრობის დადგენილებით უნდა განისაზღვროს, რა პერიოდი განისაზღვრება. თუმცა მათი თხოვნა ის იყო, რომ მათ რო შეეძლონ, რომ ადაპტირება ამ ცვლილებებთან და მთლიანად არ დაკარგონ და მოგეხსენებათ ბაზარზე დამკვიდრებას სერიოზული დრო სჭირდება. აქვე ვიტყვი, რომ ძირითადად აქცენტი არის ინდუელ სტუდენტებზე, ვინაიდან მათ სახელმწიფო უფინანსებს საზღვარგარეთ სწავლას და კრედიტს აძლევს ამისთვის. სწორედ აი ამ ნაწილზე მიდის, ასე ვთქვათ, კონკურენცია სხვადასხვა ქვეყნებს შორის და საკმაოდ სერიოზულ კონკურენციას გვიწევს მეზობელი სომხეთი და კიდე რამდენიმე სახელმწიფო ამ მიმართულებით. ამიტომ მათი თხოვნაც იყო, რომ მაქსიმუმად მოქნილობა შევინარჩუნოთ, ვინაიდან არ დაიკარგოს ის ასე ვთქვათ მიღწევა, რაც მათ აქვს. თან აქ მეორე საკითხი იყო მნიშვნელოვანი განათლების რეფორმიდან გამომდინარე, უმაღლეს განათლების რეფორმიდან გამომდინარე, აქცენტი კერძო უნივერსიტეტებმა სწორედ უცხოურ სტუდენტებზე უნდა გააკეთონ უფრო მეტად და შესაბამისად აქ თუ მათ სერიოზული ბარიერები შეხვდებათ, შესაბამისად ეს დამატებითი წინააღმდეგობა იქნება მათთვის. ამიტომ ჩვენ მქონდა ძალიან კარგი დისკუსია და შეხვედრები განათლების სამინისტროს და ჩვენ ლექტორებთან, რამდენიმე შეხვედრა შედგა, გავიარეთ ეს საკითხები და მათი მხრიდან ეს გარდამავალი პერიოდი და იმის გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცდების ორგანიზების საკითხის, ასე ვთქვათ, მოგვარება მისაღებია და მათთვის შესაძლებელი იქნება. ასევე საუბარი იყო რამდენიმე ტიპის სხვადასხვა ტიპის სერტიფიკატების აღიარებაზე და ამაზე განათლების სამინისტრო ემუშავება მათ. კი ბატონო. შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ, რომ საბოლოო ჯამში აი ამ პროცესის საკანონმდებლო დონეზე გაწერა, რომ უნდა არსებობდეს აღიარებული სერტიფიკატი და ეს არ იყოს მხოლოდ უნივერსიტეტის და სტუდენტის გასაუბრებაზე დამოკიდებული ეს პროცესი, თორემ მომლოდინე დაახლოებით 60,000-მდე სტუდენტი არის, ვისაც სურვილი აქვს, რომ ჩამოვიდეს და ისწავლოს. ეხლა დღეს მდგომარეობ ჩარიცხვის გულისხმობ სტატისტიკას გვაქვს ჩვენ უნივერსიტეტების ჯამში თუ არ ვცდები, სხვადასხვა პროგრამაზე დღეს მდგომარეობ ჩარიცხვა, ჯერ ვარ ჩამოსულა, მაგრამ შეიძლება სურვილი ქონდეს 64,765 სტუდენტი არის. ანუ აქედან 35,000 აქვს ბინადრობა, მაგრამ დანარჩენებს აქვს სურვილი, რომ ჩამოვიდეს და ისწავლოს. ამიტომ აქ სერიოზული, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებები დიახ. ბოდის გიხდით. ბატონო თავმჯდომარე შეიძლება? მაგრამ არ გადავდეთ.
ისეთ ესე საკითხია, იგი, რომ შემთხვევაში მექანიზმი როგორია, ჯერ ბინადრობის მოწმობას იღებს და მერე ჩამოდის და იწყებს სწავლას, ხო? თუ ეს არ ექნება. ჯერ გადის გასაუბრებას ენის ნაწილში, დღეს ესე არის. მერე ვცდილობს რომ მიიღოს ვიზა, სასწავლო ვიზა. კი ბატონო. უბრალოდ ჯერ ირიცხება უნივერსიტეტში, რომ გაივლის გასაუბრებას, მერე ვცდილობს რომ აიღოს ვიზა და ვიზას რო აიღებს და ჩამოვა საქართველოში, მერე იღებს ბინადრობას. აი ეს პროცესია დღეს. ანუ მისი აქ ჩამოსვლა არ არის დამოკიდებული ბინადრობას ნებართვაზე. ბინადრობაზე კი უნდა ჩამოვიდეს. ანუ ნახე. არა, ვიზაზია დამოკიდებული და არა ბინადრობის ნებართვაზე, ხო? ანუ ეს ერთმანეთთან კავშირში არ არის ბინადრობის ნებართვა. პროცედურა რო გავიაროთ. ჯერ გადის გასაუბრება, გამოთქვას სურვილს რომ ჩაერიცხოს უნივერსიტეტში, მერე გადის გასაუბრებას უნივერსიტეტთან, ანუ დღეს ესეა ონლაინ გასაუბრებას გადის. მას შემდეგ ხდება მისი ჩარიცხვა უკვე უნივერსიტეტში როგორც სტუდენტი, მერე მიმართავს ჩვენ საელჩოს და ითხოვს ვიზას, სასწავლო ვიზას და ვიზას რო აიღებს, ამის შემდეგ შემოდის ქვეყანაში და მერე წერს განცხადებას და ითხოვს ბინადრობას. 40 დღე მაინც უნდა ქონდეს ლეგალურად ყოფნა დარჩენილი ქვეყანაში, რომ ბინადრობაზე განაცხადი გააკეთოს. ის სასწავლო ვიზა რა ვადიანია 90. 3 თვიანი, 90. მე მეგონა ხანგრძლივი არა, 3 თვიანი. ხო. და აქ მნიშვნელობა აქვს მათ შორის იმ ქვეყნებსაც, სადაც გვაქვს თითქმიანი უვიზო თავისუფალი მიმოსვლაც. 94-ზე მეტი ქვეყანა, ვისთანაც 1 წელი და მეტი გვაქვს უვიზო. და მათ უკვე აღარ სჭირდებათ, ისინი შეუძლია რომ შემოვიდნენ და აქვე მოითხოვონ უკვე ჩარიცხვის შემდეგ პირდაპირ მართონ იუსტიციის სამინისტროს. შესაბამისად, ბატონ ალექსანდრე, თქვენ რა კითხვაც დასვით, ანუ ბიუროკრატიის ნაწილი უფრო მოწესრიგების მიზნით არის. მე მესმის რომ ეს ართულებს პროცესს და დამატებით ბარიერს შემოგვაქვს, მაგრამ აქ რისკი ის არის, რომ თუ ეს მექანიზმი ისე დარჩება როგორც არის, შესაბამისად რისკი იმისა, რომ ბოროტად ისარგებლონ ამ მექანიზმის ძალიან მაღალია. ამიტომ აქ უკვე სამუშაო არის განათლების სამინისტროსი, უნივერსიტეტებთან და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად, რომ ისეთი სისტემა შეიქმნას, რომელიც ერთის მხრივ სერიოზულად გაფილტრავს და არ მოგცემს იმის საშუალებას, რომ ბოროტად ისარგებლონ სასწავლო ბინადრობით და მეორეს მხრივ ჩამოვა ის სტუდენტი, ვისაც მართლა სწავლა უნდა ქვეყანაში და არა ის, ვისაც თქვათ ამ მექანიზმს იყენებს ქვეყანაში შემოსასვლელად. მეორე საკითხი შეეხებოდა და ძალიან კაია და გამოვშა მე მოხსენებისთვის და კარგია რომ მკითხეთ ბატონ ალექსანდრე, როგორ ხდება განხილვა, ანუ რა არის წინაპირობა იმისი, რომ განიხილოს უცხოელი მჟავრდებულის განცხადება საბჭომ არის ანუ სხვა შემთხვევაში თუ კი შინაპატიმრობაზე და საზოგადოებრივ სასარგებლო შრომაზე განცხადების დაწერა სავალდებულოა რომ დაიწყოს განხილვა, ამ შემთხვევაში განცხადების დაწერა სავალდებულო არ არის. პირდაპირ მოხდება ავტომატურ რეჟიმში, როგორც ვადაზე ადრე გათავისუფლებას არ ჭირდება განცხადების დაწერა, აქაც არ დაჭირდება განცხადების დაწერა. ვინაიდან ამაზეც იყო მსჯელობა, შეიძლება საერთოდ არ ქონდეს სურვილი ბევრ მათგანს და სწორედ იმიტომ ჩამოვიდა თქვა გადმოყვეთა საზღვარი და ჩაჯდა ციხეში, რომ მე აქ თავი დაიმკვიდროს და დარჩეს ქვეყანაში. ამიტომ აქ განცხადების კომპონენტი არ არის გათვალისწინებული, ავტომატურად როგორც კი უცხო ქვეყნის მოქალაქემ სჯავრდებული მოიხდის კანონით გათვალისწინებულ ვადას, იგზავნება შეტყობინება ადგილობრივ საბჭოში, ადგილობრივ საბჭო მერე ჩვენიდან მიგრაციიდან გამოითხოვს ინფორმაციას, გაძევება რამდენად შესაძლებელია ამ პირის ხომარ დაემუქრება, იქ წამება არასთან მოპყრობა და ასე შემდეგ, ანუ არ გაძევება რო არ დავარღვიოთ პრინციპი და ამის შემდეგ უკვე განიხილავს საბჭო და როგორც კი მიიღებს გადაწყვეტილებას ავტომატურად მიგრაციის დეპარტამენტი იწყებს გაძევების პროცედურას. შეიძლება ვთქვათ იმავე დღეს მომახდინოს გაძევება, შეიძლება დრო დაჭირდეს, თუმცა მიგრაციის დეპარტამენტი ამას აღასრულებს. დაახლოებით დათვლებით რაც გვაქვს ინფორმაცია პენიტენციარული სამსახურიდან 1500-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქემ სჯავრდებული დღეს იხდის სასჯელს ქვეყანაში. ასე რომ ფიქრობთ ეტაპობრივად ამ მექანიზმის სწორი გამოყენება სერიოზულად განტვირთავს პენიტენციურ დაწესებულებებს. შემდეგ კითხვა იყო ბატონ გიგასი, რომელი ქვეყნები ლიდერებენ სასწავლო ბინადრობაში და საჯარო თუ კერძო უნივერსიტეტებზე მოდის ეს დაწვირთვა. ძირითადად მოდის კერძო უნივერსიტეტებზე და უფრო მეტი, ასე ვთქვათ, ჩარიცხვა ხდება კერძო უნივერსიტეტებში და ქვეყნებიდან პირველი ადგილზე ინდოეთი არის და ინდოეთი არის ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, სურველი, რომ ჩამოვიდეს ქვეყანაში. რაც შეეხება ფიქციური ქორწინების სისხლის სამართლის წესით დასჯადობას. ამაზეც ბევრი მსჯელობა ჰქონდა, მათ შორის პარლამენტთანაც ჰქონდა მსჯელობა და ფიქრობთ, რომ პრევენციის კუთხით ძალიან კარგი მექანიზმია, რომ იზრდებოდეს სისხლის სამართლის წესით. მიუხედავად იმ პლუს ამას მინდა აღვნიშნო, რომ აქ სასჯელებიც იმგვარად არის გათვალისწინებული, რომ
უკიდურესი არის თქვა თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადით, თუმცა არის ჯარიმა, უცხოელი შემთხვევაში გაძევება და ქვეყანას შემოსვლა აკრძალვა როგორც სასჯელი, შინაპატიმრობა და ასე შემდეგ. და ამავე დროს გაკეთდა დათქმა შენიშვნაში, რომ თუ კი ერთ-ერთი მხარე განაცხადებს, რომ ქორწინება იყო ფიქციური და მათი მიზანი არ იყო ოჯახის შექმნა და მათი მიზანი იყო ბინადრობის მიღება და განაცხადებს და განცხადებით გამოცხადდება პოლიციაში, მას არ დაეკისრება სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა. ესეც ვფიქრობთ, რომ ასეთი ტიპის საქმეების, ასე ვთქვათ, პრევენციისთვის ძალიან კარგი საშუალება იქნება. ამიტომ ეს ნაწილი ძალიან, ასე ვთქვათ, დეტალურად შევისწავლეთ და ბევრ ქვეყანას აქვს გამოცდილება მსგავსი ტიპის ქმედების, თუმცა ყველგან გამოწვევა არის და ბევრს გაგვიგია, რომ ვთქვათ, უცხოეთშიც ამ მექანიზმს იყენებენ და აქ ვფიქრობთ, რომ თუ ეს მექანიზმა და დარწმუნებული ვარ, რომ ცვლილებებით კარგად იმუშავებს, სერიოზულად მოახდენს პრევენციას ასეთი ტიპის ქმედებების და სტატისტიკაც მეტყველებს, რომ ძალიან მაღალია მოთხოვნა ბოლო პერიოდში არის გასამაგრებელი. ანუ პირველი კვარტალია აქვს აღებული 2026 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურთან შედარებით არის გასამაგრებელი მომართვიანობა. მას შემდეგ რაც ორმა ფაქტორმა ასე ვთქვათ შეუწყო ხელი. ერთი რომ მუდმივი ბინადრობის მქონე პირებს არ ჭირდებათ შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება და ამან შეუწყო ხელი და პლუს ამას სხვა მიმართულებებზე როგორც კი გამკაცდა მიდგომები დაიწყო ამ მიმართულებაზე გადმორთვა. ესე ხო, აქაც ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც ასაკობრივად იმ ხელასაწყოა არის საკორწინო, ანუ ვისაც სურს დაქორწინება, რომ ხო, კი ბატონო, ჩდება კითხვები ამ შემთხვევაში. შემდეგი კითხვა იყო, მე მგონი ბატონ გიგა უპასუხეთ თქვენ შეკითხვას, არ დამჩენია არც ერთი საკითხი. შემდეგი კითხვა იყო ბატონ ლადო ბოჟაძის შეკითხვა, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ჩვენ ვქნით მექანიზმს ბატონ ლადო უცხოელი მსჯავრდებულებისათვის. ზოგადად უფლება მსჯავრდებულს ვადაზე ადრე გათავისუფლდეს, ყველას აქვს თანაბრად, ანუ როგორც მაგათაც შეწყალების უფლება აქვს, ასე ვადაზე ადრე გათავისუფლების უფლება აქვს, უფროსი მუქი სახლის სასჯელის შეცვლის უფლება აქვს. აქ არის დამოკიდებული კონკრეტულ გარემოებებზე საკითხის დადებითად ან უარყოფითად გადაწყვეტა. ბუნებრივია კანონში ვერ ჩაიწერება, რომ რომელიმე ქვეყნის მოქალაქეს არ ეხება, რომელიმე ადამიანს არ ეხება, ესა თუ ის კანონი, ხო, ასეთ ჩანაწერს ვერავინ ვერ გააკეთებს, მაგრამ ანალოგიურად ნებისმიერ უცხოელ მსჯავრდებულს შეუძლია ისარგებლოს დღესაც ვადაზე ადრე გათავისუფლებით, ისარგებლოს უფროსი მუქი სახის სასჯელით, შინაპატიმრობით ან საზოგადოებრივ სასარგებლო შრომით შეცვლით, თუმცა აქ არის თავარი საკითხი. ყურადღება ექცევა მსჯავრდებულის პიროვნებას, მისი მხრიდან დაწესებულებაში გამოვლენილ ქცევას, წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკს და საბოლოო ჯამში დადგენილი არის თუ არა საბოლოო სასჯელი უნდა მოიხადოს ამ ადამიანმა, ესეც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი, მას არაერთი მიმდინარე საქმე აქვს და აქაც ასე ვთქვათ მიმდინარეობს საკითხების განხილვა. ასე რომ ყველა მსჯავრდებული ისარგებლებს კანონის იმ ჩანაწერით, რაც კანონმდებლობაში არის გათვალისწინებული. შემდეგი საკითხი ბატონი თენგიზის კითხვა იყო და პრინციპში მე მგონი უპასუხეთ, რომ გარდამავალი პერიოდი მათი მხრიდან 1 წლიანი ვადა იყო მოთხოვნილი იმისათვის, რომ გადაეწყონ ამ სისტემაზე და არა, ერთი სასწავლო წელი იყო მოთხოვნილი მათი მხრიდან და ესეც კანონში არ გვაქვს გასაზღვრული, ეს უკვე დადგენილებით განისაზღვრება. სერვისების დინამიკა რას ითხოვენ? ძალიან აქტიურად ითხოვენ უცხოელი ესენი პირები, მაგალითად მართვის მოწყობის გადაცვლას, ითხოვენ ბიზნესის რეგისტრაციას, ითხოვენ სხვადასხვა სამოქალაქო სერვისების სარგებლობას და ასე შემდეგ. ასე რომ ამ ნაწილშიც ქონების რეგისტრაციას და ასე შემდეგ. ასე რომ აქაც კონტროლის მექანიზმები ძალიან მნიშვნელოვანია არსებობდეს, აღირიცხებოდეს როგორც საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში ყველა მოქმედება პირადი ნომერზე არის მიმმული და აღირიცხება და კონტროლის საშუალება არსებობს, უცხოელთან შემთხვევაშიც უფრო მოწყვლადობა მაღალია და რისკები მდიდია, შესაბამისად აქაც უნდა არსებობდეს მსგავსი მექანიზმები. და მადლობა ბატონო თენგიზ, რომ ასე ვთქვათ, კონცეპტუალურად შეაფასეთ ჩვენი საკანონმდებლო ცვლილებები, ჩვენ ნამდვილად არც ერთი საკანონმდებლო ცვლილება არ წარმოგვიდგენია გაუაზრებლად, სპონტანურად და რაღაცა იმიტომ რომ ვთქვათ რაღაც ისეთი ცვლილება მივიღოთ, რომ გარე ფასადურად კარგად ჩანდეს, ეს ყველა ცვლილება არის კარგად გაანალიზებული, პრაქტიკაზე დაკვირვებით, საერთაშორისო სტანდარტებზე და სხვა ქვეყნის გამოცდილებაზე დაფუძნებული ცვლილებები და
კონკრეტულ შედეგებს უკვე ვხედავთ იმ ცვლილებებისას და დავინახავთ კიდევ, ვინაიდან ეს ამ მიმართულებას სჭირდება კომპლექსური მიდგომა. სხვაგვარად ერთმა უწყებამ რომ კონკრეტული ერთ მიმართულებაზე იმუშაოს და ცვლილებები მარტო მიმართულებით განახორციელოს, დამერწმუნეთ რომ ეს შედეგს ვერ მოიტანს. და მე ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველა სამინისტროს, რომელიც ჩართული იყო, განსაკუთრებით განათლების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, სერვისების განვითარების სააგენტოს, რომელსაც ძალიან სერიოზული მიმართულებებით უწევს მუშაობა, პენიტენციურ სამსახურთან ინტენსიური დიალოგი ჰქონდა და მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საგარეო საქმეთა სამინისტროს, როგორც აკე ვიზების ნაწილში ცვლილებები შევიდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, იმიტომ რომ მათი მხრიდან ყველაზე კარგად ხედავენ იმ რისკებს, რაც ამ მიმართულებით არსებობს და სასამართლო ხელისუფლებას, რომელმაც ძალიან სწორი, ასე ვთქვათ, მიმართულებებით მოგცა კონკრეტული საკითხებზე მსჯელობის საშუალება იმისათვის, რომ ერთობლივად შევხედოთ ამ პრობლემას გენერალურ პროკურატურას, ასევე ჩართული იყო ამ პროცესში, ასე რომ მულტისექტორულად ვიმუშავოთ ჩვენ ამ პროექტზე და დღეს გვაქვს საშუალება იმისა, რომ საკითხები, რომელიც დაგროვდა, ეტაპობრივად გადავწყვიტოთ და დავაკვირდეთ უკვე ამ შედეგებს, რომელიც მომავალში დადგება. მე მგონი ყველა კითხვას უპასუხე ბატონ მარჩილ, თუ დამეტამჩა დიდი სიამოვნებით. მადლობა ბატონ ალექსანდრე. მადლობა. ამით საკითხის განხილვა დასრულებულია, თუ თქვენ არ გსურთ რაიმეს დამატება, რამდენიმე კომენტარს მეც გავაკეთებდი. თქვენს მიერ წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით, ერთი საკითხი რაც იყო ფიქსიურ ქორწინებებთან დაკავშირებით ქორწინება, რომლის მიზანიც არ არის თქვენ აბსოლუტურად სწორად განმარტეთ, 30 წელია უკანონოა ისეთი ქორწინება, რომლის მიზანიც არ არის ოჯახის შექმნა. მაგრამ არ არსებობდა არავითარი ქმედითი უпростоრად ქმედითი საშუალება იმისათვის რომ ასეთი დიაში თანაშაულებრივი გზით საქართველოში ლეგალურად ცხოვრების მოპოვების მცდელობები აღკვეთილიყო და ამაზეა საუბარი. თან მით უმეტეს მნიშვნელოვანია რომ არსებობს დანაშაულზე ხელის აღების ძალიან ხელშესახები საშუალებები და შესაბამისად ყოველს მოვუწოდებთ რომ თუ არის ასეთი ფაქტები გაცხადება მოხდეს და პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა არ დადგება, იმიტომ რომ კანონის მიზანი არ არის ვინმეს პასუხისმგებაში მიცემა, კანონის მიზანია პირიქით პრევენცია ახალი დანაშაულების. რაც შეეხება კონკრეტულ დაისვა კითხვა კონკრეტულ დამანაშავესთან და ბრალდებულთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და როგორც კი ეს საკანონმდებლო ცვლილებები შესაბამისად აისახა პარლამენტის საიტზე, მაშინვე კოლექტიურ ნაწმოძრაობამ შივილხივილი მოაწყო, რომ აი მიხეილ სააკაშვილს ათავისუფლებენ და მარტივი საკითხია, რომ მოდი ჯერ კითხვა რომ არავის არ უყვარს, ეგ გასაგებია. მოლოდინებისაც რომ იქნიან ხოლმე და მე თვითონ ხანდახან აჟიტირდებიან და ხანდახან ფრუსტრაციაში ვარდებიან ხოლმე, ეს არაერთი მაგალითი აქვს და ერთ-ერთი არის ეს კონკრეტული საკითხიც, რომ დანაშაულის ხასიათი, მჟავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, მჟავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, დასამართლეობა, ოჯახური მდგომარეობა, მჟავრდებულის პიროვნება და ამავდროულად მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხარისხი, თუ რა კატეგორიის დანაშაული აქვს მას ჩადენილი და რამდენი აქვს მოხდილი, სულ რომ ძალიან მოინდომოს, მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ფიზიკურად შეუძლებელია მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ახლაც აქვს შესაძლებლობა, რომ ითხოვოს და განხილული იყოს მისი საკითხი, რომ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლდეს, მაგრამ კი ვიცით როგორი დამნაშავეც არის, კი ვიცით როგორი სულგაწყვეტილიც არის, მაგრამ თლათ აქამდე თუ დაეცემა და ამ ყველაფერს გააკეთებს, არ ვიცი, არის მოლოდინი მისგან არის თუ არა, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება, აქამდეც მე ვიცი. ასე რომ აქ საკითხი უბრალოდ არც კი არსებობს ბატონ ვლადიმერ შესაბამისად ასეთი მსურველების, მისი გათავისუფლების მსურველებს დიდი ეჭვი მაქვს, რომ გოვზინ აზარში ჩაუვარდებოდათ. ეს ის ერთი ჩვეულებრივი რიგითი იურისტის განმარტება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. დანარჩენი უკვე ჩვენი საკითხი არ არის პარლამენტში აღნიშნული საკითხი არ განიხილება და შესაბამისად უფლებამოსილი ორგანო პენიტენციურ დაწესებულებებში იქნება თუ შესაბამისად თუ აღნიშნული საკითხი გასაჩივრდა ნებისმიერ ასეთ მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო იღებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილებას. ერთი თხოვნა მექნება, რომ მნიშვნელოვანია მათ შორის ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გქონდა, აქ უნდა ისწრებს კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით როგორც ყოველთვის გამორჩეული თანამშრომლობისთვის თქვენ და სხვა ძალოვან სისტემის წარმომადგენლებს, სამართალდამცავი ორგანოების სხვა წარმომადგენლებს
მნიშვნელოვანია რომ განათლების საკითხებთან დაკავშირებული ცვლილებები, რომელიც უკვე შეჯერებული პოზიციის არის, მათ შორის რაც იყო კერძო უნივერსიტეტებთან, მათ რექტორებთან განხილვისგან გამომდინარე, უკვე აისახოს პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ, კომიტეტო განხილვის შემდეგ და ასეთი ვერსია უკვე გაიგზავნოს პლენარულ სტომატზე განსახილველად, ხოლო დანარჩენი საკითხები უკვე მეორე მოსმენის ფორმატში გავაგრძელებთ. ეს იქნებოდა ჩემი თხოვნა და ხო, ეს არის ესებში ყველაფერი, ესე თქვაც მინდოდა. მნიშვნელოვანია. დიახ. კი, თქო, დასკვნით. ბატონო არჩილ, რა თქმა უნდა, ჩვენ აპარატთან ვაგრძელებთ და კომიტეტთან აქტიურ მუშაობას, ასევე სამინისტროებიც ჩართული არიან ამ პროცესში, რა თქმა უნდა, დარედაქტირებულ ვერსიებს წარმოვადგენთ და პრინციპში ყოველდღიურად კომუნიკაცია გვაქვს და განსაკუთრებული მადლობა აპარატს საკმაოდ სიღრმისეულად იქნა შესწავლილი თითოეული კანონპროექტი, ძალიან კარგი შენიშვნები იყო მათი მხრიდან გამოთქმული და ფაქტობრივად ძირითად ნაწილს დავეთანხმეთ და ასახულიც არის ესე ვთქვათ იმ გასწორებულ ვერსიებში. ასე რომ დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ძალიან გამართული და ესეთი კანონპროექტი გვექნება, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას. მადლობა, ამით საკითხის განხილვა დასრულებულია. შემდეგი საკითხი გახლავთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მოსმენით განხილვათ მოხსენებელი ბატონი თორნიკე ჯეიშვილი. თხოვთ ბატონო. დიდი მადლობა ბატონო თავმჯდომარეო, მოგესალმებით პატივსმენელ კოლეგებო, მივესალმები დამსწრე საზოგადოებას და მათ ვინც პირდაპირ ეთერის მეშვეობით თვალყურს გვადევნებს, წარმოგიდგენთ პირველი მოსმენით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებას მოთხოვნილია დაჩქარებული წესით აღნიშნული კანონპროექტის განხილვა. მოგახსენებთ პრინციპების დონეზე თუ რას ითვალისწინებს აღნიშნული კანონპროექტი. უწინარესად კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ეს არის ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შექმნილი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც არის იმავდროულად სამართალდამცავი ორგანო, სპეციალური სამართალდამცავი ორგანო, არის აღჭურვილი შესაბამისი უფლებამოსილებებით, როგორიც არის მაგალითად საფინანსო ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება, ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის განხორციელება და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია რომ მათ შორის საკანონმდებლო კუთხით იყოს მაქსიმალურად მაღალი დონის გარანტიები შექმნილი თანამშრომელთათვის, რათა მათ შეძლონ შესაბამისი სამსახურის გავლა ხელსაყრელ გარემოში. ამ თვალსაზრისით არის რამდენიმე ცალკეული ხარვეზი იდენტიფიცირებული კანონში და სწორედ აი ამას შეეხება წარმოდგენილი ინიციატივა. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ უფრო მეტად დაიხვეწოს და უზრუნველყოფილი იქნეს სამსახურის დაუშვათ ეფექტიანი ფუნქციონირება და მოქნილობა მათ შორის საკადრო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, როგორც მოგეხსენებათ და ალბათ დამეთანხმებით, არის ახალგაზრდა კადრების, ახალი კადრების ასე ვთქვათ მიზიდვის კომპონენტი დიახ და შესაძლებლობა. ესე იგი, გთავაზობთ რამდენიმე კონკრეტულ ცვლილებას. პირველი ეს არის ასაკობრივი ცენზის საკითხი. დღეს არსებული ნორმატიული მოწესრიგების პირობებში ასაკობრივი დიაპაზონი განსაზღვრული არის 21-დან 35 წლამდე. ანუ ეს არის ის ასაკი, რა ასაკის პირებსაც შეუძლიათ რომ დაიწყონ მუშაობა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. ამ შემთხვევაში ლაპარაკია იმაზე, რომ სხვა სამართალდამცავ ორგანოებში აპრობირებული პრაქტიკიდან გამომდინარე ასაკობრივი ცენზი, რაც არის 21 წელი, დავიდეს 18 წლამდე, იმიტომ რომ ასე არის მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, შესაბამის საპოლიციო ორგანოებში, ასე არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ასე გახლავთ მაგალითად იმავე სტატუსის მატარებელ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში და ასე შემდეგ. ხოლო მეორე მხრივ ეს ზედა ჭერი, ასაკობრივი ჭერი, რომელიც ამჟამად არის შემოთავაზებული როგორც 35 წელი, ასევე გაიზარდოს 40 წლამდე და ნუ აქაც რა თქმა უნდა არის აბსოლუტურად შენარჩუნებული ის ლოგიკა და მიდგომა, რაც სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან მიმართებით ფიქსირდება.
მეორე საკითხი ასევე უკავშირდება ასაკს, თუმცა აქ უკვე ლაპარაკი არის კონკრეტულ, ასე ვთქვათ, ზღვრულ ასაკზე, რომელიც შეიძლება დაუკავშირდეს თანამშრომლისათვის, მოსამსახურისათვის მინიჭებულ სპეციალურ წოდებას, სახელმწიფო სპეციალურ წოდებას. დღესდღეობით კანონში ექსპლიციტურად არ იკითხება ის თუ დავუშვათ რა ასაკობრივი ზღვარი არის დადგენილი ამა თუ იმ სპეცოდების მატარებელი თანამშრომლისათვის, არამედ ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ზოგადი ჩანაწერი არსებობს, რომ შესაბამისი ასაკის მიღწევა შეიძლება გახდეს თანამშრომლის ასე ვთქვათ, გათავისუფლების საფუძველი. აქ ასე ვთქვათ, 65 წელი, როგორც ეს ასაკობრივი ჭერი არის დადგენილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის ნომერ 704 ბრძანებით. ამ შემთხვევაში ჩვენ გთავაზობთ, რომ უკვე ყველაფერი მოწესრიგდეს საკანონმდებლო აქტის დონეზე, ისე როგორც სხვა სამართალდამცავ ორგანოებში ხდება და ესე იგი შემდეგი პრინციპი არის შემოთავაზებული კანონპროექტით, რომ უმცროსი ან საშუალო სპეცოდების მქონე თანამშრომლებისათვის ეს იყოს 60 წელი, ანუ ასე ვთქვათ, ჭერი, აქ ლაპარაკია შესაბამისად დაწყებული რიგითიდან, გაგრძელებული სერჟანტებით, ლეიტენანტებით და კაპიტნის ჩათვლით. ხოლო როცა საუბარი არის უფროს ან უმაღლეს სპეციალურ წოდებაზე, აქ უკვე შემოთავაზებული გახლავთ 65 წელი. თუმცა ამასთანავე კანონპროექტით გათვალისწინებული არის ზღვრულ ასაკს მიღწეული თანამშრომლისთვის არაუმეტეს 5 წლით სამსახურის ვადის გაგრძელების შესაძლებლობა, თუ თავად მოსამსახურეს ექნება ცხადია ამის სურვილი, თუ იქნება შესაბამისი სამსახურებრივი ინტერესი და იარსებებს სათანადო სამედიცინო დასკვნა. აქაც აბსოლუტურად მოქმედებს ის სქემა იმოქმედებს ის სქემა მიღების შემთხვევაში, რაც გახლავთ სხვა სამართალდამცავ ორგანოებში, რომლებიც ანალოგიურ საქმიანობას ახორციელებენ და შესაბამის ფუნქციებს. და ბოლო საკითხი, ეს შეეხება უკვე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს. აქაც ერთგვარ ხარვესთან გვაქვს საქმე მის გათვალისწინებით, რომ აი თუ გავაანალიზებთ სხვა სამართალდამცავი უწყებების მარეგულირებელ კანონმდებლობას, ვნახავთ, რომ ყველაზე უფრო მსუბუქი დისციპლინური სახდელი ეს არის შენიშვნა, რომელიც შეიძლება იქნეს გამოყენებული კონკრეტული მოსამსახურის მიმართ, მაგრამ ამგვარ მიდგომას არ იცნობს საგამოძიებო სამსახურის შესახებ კანონმდებლობა. შესაბამისად, ყველაზე უფრო მსუბუქ დისციპლინურ სახდელად შემოთავაზებული არის შენიშვნის, ასე ვთქვათ, დამატება, რის შემდეგაც უკვე შეიძლება ამას მოყვებოდეს საყვედური, მკაცრი საყვედური და ასე შემდეგ, როგორც არის სათანადო დისციპლინური პასუხისმგებლობის სახდელები და ზომები გათვალისწინებული. აი ეს არის საბოლოო ჯამში ძირითადი, ასე ვთქვათ, პრინციპები, რაც წარმოდგენილი კანონპროექტით არის მოცული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ მიზანი არის შესაბამისი ხარვეზების აღმოფხვრა, საკანონმდებლო აქტშივე, ესე იგი შესაბამის მარეგულირებელ კანონში უკვე მკაფიო ჩანაწერების გაჩენა იქნება ეს, ასაკი იქნება ეს, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები თუ ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში ჩვენ ვფიქრობთ, რომ მივიღებთ შედეგად კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებულ სამუშაო პირობებსა და გარემოს ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურში, რაც მხოლოდ დადებითად შეიძლება წაადგეს ამ ორგანოს საქმიანობის ეფექტიანობას სამომავლოდ. დიდი მადლობა, თუ არის კითხვები, რა თქმა უნდა, მზად ვარ, რომ მადლობა ბატონ თორნიკე. დიახ, ბატონ ოფიცერი. მადლობა ბატონ თორნიკე, მისასალმებელია, რომ ეს რეგულაციები ექცევა ყველა იმ სამართალდამცავი ორგანოების პრაქტიკულ რეგულაციებს, რომელიც დღეს არსებობს. მხოლოდ ერთი კითხვა მექნება, როდესაც ვწევთ ასაკს 18 წლამდე, ამ შემთხვევაში სამხედრო სავალდებულო სამსახურთან მიმართებაში როგორ იქნება, არ იქნება ეს აუცილებელი თუ იქ ნამსახურება ჩაეთვლება მას, ეს როგორ იქნება, იმიტომ რომ სხვადასხვა სამსახურში და დანაყოფებში ეს სხვადასხვანაირად არის. მოგეთხოვით თუ არის თქო. დიახ, ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ დღესაც ფინანსთა მინისტრის ბრძანება, რომელიც არეგულირებს სამსახურის გავლის წესს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ითვალისწინებს განსხვავებულ მიდგომას იმის და მიხედვით, რომელ სტრუქტურულ ერთეულში ხდება თანამშრომლის მიღება. გარკვეულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეიძლება მოეთხოვებოდეს ის, რომ მას
გავლილი ქონდეს შესაბამისი სამსახური და სამხედრო ბილეთი იყოს ამ შემთხვევაში წარმოსადგენი კონკრეტული პირის მხრიდან, თუმცა არის კონკრეტული დეპარტამენტები, რომლებიც შეიძლება დავუშვათ არ იყვნენ დაკავებულნი ოპერატიულ სამძებრო საქმიანობით, მათ არ ქონდეთ საგამოძიებო ფუნქცია და ასე შემდეგ, სადაც არ იყოს დავუშვათ სათანადო საჭიროება დანახული. ეგეც ერთიან მიდგომაში ხო არ გავითვალისწინოთ მეთქი როგორც არის დაუშვათ იგივე შინაგან საქმეთა სამინისტროში და სხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. შეიძლება პრინციპში. რო არ იყოს ბრძანებით გათვალისწინებული და ვარემ შევიტანოთ კანონ პროექტში. კი ბატონო, ხა იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით შეიძლება ეს გარკვეულწილად ცდებოდეს თვითონ წარმოდგენილი კანონ პროექტის როგორც თქვენ დაფარვის არეალს, თუმცა ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ კონსულტაციები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან და სამომავლოდ შემოგთავაზოთ კიდევ ერთი დავუშვათ დაზუსტება შესაბამის საკანონმდებლო აქტში, აქაც უნივერსალურ მიდგომასთან მიმართებით, რომ ეს იყოს, ასე ვთქვათ, ყველასთვის რაღაცა იდენტური სტანდარტი, რომელიც ასევე კანონში მკაფიოდ იქნება მოწესრიგებული. კი ბატონო. მადლობა. სხვა შენიშვნები თუ არ არის და თუ არ გსურთ რაიმე დამატება ბატონ თორნიკე. ამით საკითხი განხილული არის. დიდი მადლობა. გადაგხოთ, რომ ბოლო საკითხია ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ. გახსენებთ. კოლეგებო, ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ გვაქვს დღეს ეს რიგით გათვალისწინებული ბოლო საკითხი განსახილველი, ეს არის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი თამდევ ცვლილებებთან ერთად. მოხსენებელი გახოთ ბატონი არჩილ გორდულაძე. შეგახსენებთ ყველას, რომ ეს არის თემა, რომელიც შეეხება უფრო მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, საავტომობილო ჯარიმებს, ანუ იმ შემთხვევაში, ესე იგი, ვინ უნდა და რა ფარგლებში უნდა იყოს სანქცირებული, თუ კი საქმე ეხება კონკრეტულ ადმინისტრაციულ სამართალდამცავებს, რაც უკავშირდება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას. გთხოვთ ბატონო არჩილ, პირველი მოსმენით გათვალისწინებული წესით რომ განვიხილოთ. საკანონმდებლო საქმიანობა, რა თქმა უნდა, მოიცავს პირველ რიგში პრაქტიკის ყოველმხრივ მონიტორინგს და ყურადღების გამახვილებას და მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკული საკითხებიდან გამომდინარე შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს ყოველთვის. ამავდროულად ჩვენთვის ყველასთვის და საზოგადოებისთვის, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია უზრუნველყოფილი იყოს საგზაო უსაფრთხოება მაქსიმალურად. მნიშვნელოვანია როგორც ეს თვითონ მძღოლის, ასევე მგზავრის, ასევე სხვა ავტოტრანსპორტო საშუალების მძღოლისთვის, ქვეითად მოსიარულეთათვის, მათი სიცოცხლის და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად და პრევენციისათვის ყველა შესაძლო ღონისძიება უნდა იყოს გატარებული. ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ სახდელები და სანქციები იყოს მაქსიმალურად ობიექტური, მაქსიმალურად შედეგის მომცემი და სრულად იყოს შესაძლებელი მისი მთავარი ფუნქცია, რაც არის რომ პრევენციული ღონისძიება განახორციელოს ამ შედეგის მომდან. ჩვენი დაკვირვების ფარგლებში, რაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმაც შესაბამის ბრიფინგზე განაცხადა, პრემიერ-მინისტრთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან, სახელმწიფო მინისტრთან კონსულტაციების საფუძველზე იდენტიფიცირებული იქნა სხვადასხვა საკითხი, რომელიც შესაბამის დაზუსტებას საჭიროებს. ეს არის მაგალითად სიჩქარის გადაჭარბებიდან გამომდინარე სახდელებს და ჩვენს მიერ შემოთავაზებული ცვლილება არის, რომ კომიტეტის წევრები ვართ, მაგრამ საზოგადოებისთვის ვამბობთ ამ ყველაფერს, რომ ის დარღვევები, რაც არის ნაკლებად რისკის შემცველი, არ ვამბობთ, რომ ეს არ არის საერთოდ ურისკო, მაგრამ ნაკლებად რისკის შემცველი შესაბამისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შესაბამისად დარჩეს და იყოს იგივე სახდელები, რაც მაგალითად იყო წარსულში. კონკრეტულად რას გულისხმობთ, რომ 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არა უმეტეს 30 კმ/სთ-ზე მეტით სიჩქარის დადგენის ზღვრის გადაჭარბების შემთხვევაში პასუხისმგებლობა 100 ლარის ნაცვლად განისაზღვროს 50 ლარით, ხოლო
30 კმ/სთ-დან 40 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება ეს კვლავ იქნება 100 ლარი პასუხისმგებლობას გამოიწვევს 40 კმ/სთ-დან 50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება 300 ლარის ნაცვლად გამოიწვევს 100 ლარით პასუხისმგებლობას ხოლო 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარით პირის დაჯარიმებას ხოლო ამავდროულად მეორე ცვლილება გულისხმობს ქულების ჩამოგრებას 100-ქულიანი სისტემიდან კერძოდ 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბება მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ის 10 ქულით იქნება თუ ამას შესაბამისად საპატრულო ეკიპაჟი გამოწერს ამ ჯარიმას 10 ქულით შემცირდება ხოლო 30 კმ/სთ-დან 50 კმ/სთ-მდე 20 ქულის ნაცვლად ისევ 10 ქულა იქნება პასუხისმგებლობის დამატებითი სახდელი და 50 კმ/სთ-ზე მეტით რჩება 20 ქულაზე მეტი პასუხისმგებლობის ნაწილში. ამავდროულად ცვლილება ხორციელდება 151 პრიმა მუხლში, რომლის მიხედვითაც ავტოსატრანსპორტო საშუალებით სამართალდარღვევით ან ავარიის დროს თუ მოხდება ხებუჩქნარის დაზიანება, მოქმედი რედაქცია გულისხმობს 5000 ლარიან ჯარიმას. რაც იდეაში არ არის კანონმდებლის მიზანით, ანუ წარმოვიდგინოთ შემთხვევა, რომ ადამიანმა გადააჭარბა ვთქვათ სიჩქარეს ან საოგზაო მოძრაობის წესები დაარღვია, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ხებუჩქნარი, მას პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ვთქვათ არასწორი მანევრისთვის ან სიჩქარის გადაჭარბებისთვის, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა სხვა ვთქვათ სატრანსპორტო საშუალების დაზიანებისთვის, საკუთარი ავტომობილის აღდგენის ხარჯებიც რა თქმა უნდა მან უნდა გაწიოს და ამავდროულად არის ვალდებული რომ 5000 ლარიანი ჯარიმა გადაიხადოს ხებუჩქნარის დაზიანებისათვის, რომელსაც თავისი შინაარსით კომპენსაციის ნაწილი, კომპენსაციის ფუნქცია უფრო აქვს და შემოთავაზებული ცვლილება არის რომ 5000 ლარის ნაცვლად 500 ლარით დაჯარიმდეს კონკრეტული პირი, როცა ეს მისი განზრახვა არ იყო ხებუჩქნარის დაზიანება მარტივად რომ თქვა და ავარიის შედეგად მოხდა ეს ყველაფერი. ეს არის ჩემს მიერ წარმოდგენილი ცვლილებების მთავარი შინაარსი და კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებთ, რომ აი მაგალითად თუ არის რომ წარმოვიდგინოთ 110 კმ/სთ არის დადგენილი აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში ავტობანზე. მაგრამ სამწუხაროდ ყველას აქვს გონებაში ჩადებული რომ მას შეუძლიათ 15 კმ/სთ-ით გადააჭარბოს და 125 კმ/სთ-ით იაროს. რეალურად ეს 15 კმ/სთ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის არის რომ ერთ შემთხვევაში შეუძლებელია რომ ავტომანქანას ყოველ კონკრეტული ავტომანქანა აუცილებლად ზუსტ სიჩქარეს ზომავდეს, ეს მისი სპეციფიკიდან, საბურავების ზომიდან, გარემო ფაქტორებიდან, საფარიდან, მათ შორის ბუნებრივი მდგომარეობიდანაც კი სხვადასხვა სიჩქარე შეიძლება იყოს და შეიძლება იყოს ცნობილი. ამ ცნობილების კომპენსირებისთვის არის უბრალოდ ეს 15 კმ/სთ. მათ შორის გადასტრებისთვისაც ერთი ზოლიდან კანონის და წესის დაცვით მეორე ზოლში გადასტრების მიზნითაც და სამწუხაროდ ჩვენ ეს გვაქვს გაზრებული თითქოს ეს ჩვენი ეს 15 კმ/სთ და დადგენილ ზღვარს პლუს 15 კმ/სთ-ით მეტიც შეგვიძლია გვიაროთ, რაც ასე ნამდვილად არ არის და კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებთ, რომ ყველამ დავიცვათ სიჩქარის წესები, რა თქმა უნდა, საგზაო მოძრაობის წესები, მაგალითად, მაღალი ჯარიმა არის ისეთი დარღვევებისთვის, როგორც არის არასწორი მანევრირება და თუ ნახავთ ავტოსაგზაო შემთხვევებს, მისი დადგომის წილი პირველ ადგილზე არასწორი მანევრის გაკეთება არის. შესაბამისად, მაღალია ამ კუთხით ჯარიმაც, ეგრეთ წოდებულ ჩაჭრას, ჩახტომას, რასაც ვესახით ხოლმე ის ადამიანები, ვინც ვართ მძღოლები. შესაბამისად ამ კუთხით რა თქმა უნდა ვერ იქნება შემცირებული კონკრეტული სახდები. თავარი არის რომ პროპორციული ბალანსი იყოს დაცული, რასაც ვფიქრობთ რომ წარმოდგენილი ცვლილებები უზრუნველყოფს, ამავდროულად ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ დაკვირვებას და სადაც კი რელევანტური იქნება და ამის იდენტიფიცირება მოხდება, ჯარიმების გადახედვა მოხდება იმ კუთხით რომ ერთი მხრივ მისი პრევენციული მიზანი შესრულდეს, ხოლო მეორე მხრივ იყოს შესაბამისი პასუხისმგებლობა და ამ ყველაფერში იყოს ბუნებრივი ბალანსი უზრუნველყოფილი. მადლობა. დიდი მადლობა ბატონო არჩილ, თუ არის კოლეგებო კითხვები, მოსაზრებები დარბაზიდან გთხოვთ დავაფიქსიროთ. ასეთი არ გახლავთ. შესაბამისად, საკითხი განხილულია. დიდი მადლობა.
კი ბატონო, შეგვიძლია რომ გადავიდეთ კენჭისყრებზე და მივყვეთ დღის ეს რიგით წარმოდგენილ თანმიმდევრობას. მას შესაბამისად, თავდაპირველად კენჭს უყრით მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონის პროექტ საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. მესამე მოსმენით განვიხილეთ, ვინ არის მომხრე. კი ბატონო, აღარ ვკითხულობ ვინ არის წინააღმდეგი ან თავი ვინ შეიკავა, იმიტომ რომ სრული კონსენსუსია დამსწრეთა მხრიდან, რომ ხარდაჭერილი იქნეს. მეორე საკითხი ეს გახლავთ ასევე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტები სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, ანუ ცვლილებაში ცვლილება საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ასევე მესამე მოსმენით განვიხილეთ, ვინ არის მომხრე. კი ბატონო, სრული კონსენსუსია ამ შემთხვევაში და მხარდაჭერილია საკითხი. შემდეგ პარლამენტის წევრთა საკანონმდებლო ინიციატივა არის, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანას. ეს არის ასევე მესამე მოსმენით განხილული საკითხი. ბატონმა აკაკიმ წარმოგვიდგინა, ვინ არის მომხრე. დამსწრეთა მიერ ერთხმად მხარდაჭერილი არის. შემდეგ ასევე ბატონი აკაკის მიერ იყო წარმოდგენილი პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით ინიცირებული კანონის პროექტი ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. ვინ არის მომხრე? ერთხმად მხარდაჭერილია. ჩვენ ასევე განვიხილეთ პირველი მოსმენით მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი უცხოელთა და მოქალაქეების არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე და საკანონმდებლო ცვლილების პაკეტში შემავალი სხვა პროექტები. ვინ არის მომხრე? ერთხმად მხარდაჭერილი არის. შემდეგ მორიგი საკითხი ეს იყო პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. ვინ არის მომხრე? ერთხმად მხარდაჭერილი არის და ბოლო საკითხი, რომელიც ბატონმა არჩილმა წარმოადგინა, ეს არის ასევე პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე და ამავე პაკეტში შემავალი სხვა კანონ პროექტები. პირველი მოსმენით განვიხილეთ, ვინ არის მომხრე რომ იყოს მხარდაჭერილი, ერთხმად გახლავთ მხარდაჭერილი. კოლეგებო, დიდი მადლობა მუშაობისთვის. ჩვენ ამით ამოვწურეთ დღის ეს რიგით გათვალისწინებული საკითხები, გისურვებთ წარმატებულ დღეს კომიტეტის სხდომა დასრულებულია.